დაიწყო. ეკრანს ხედავთ, ხო? კი. ძალიან კაი. ესე იგი, როგორც ისიც დღეს უნდა გავარჩიოთ AI ლიგის პირველი პურის 3 ამოცანა. და თანამედროვეულად მივყვეთ აზრი აქვს. როგორც წინაზე აქაც ცოტა ინგლისურად გადავწერე პირობები და შევეცადე რომ რაღაცები შემომოყრებინა ის ზედმეტი ისტორიების გარდა. მაგრამ რო დავფიქრდი, მგონი მარტო ამას შემოვკლე ზედმეტი ისტორია. მოკლედ ესე იგი რაში რომ გავიმეოროთ რა იყო ტასკი. რომ მოცემული გქონდა training data და ორი მოდელი დატრენინგებული უკვე წინასწარ და ჩვენ გვინდოდა რომ გამოგვეცნო რომელი მოდელი დატრენინგდა რომელი route და ну ესეთი რაღაცა output-ის ფორმატი გქონდა, იმიტომ რომ ეს რაღაც Nitro AI Judge თუ რაღაც პლატფორმა რაზეც გავუშვით, ის რაღაცა ასეთ კონკრეტულ ფორმატს იღებდა. და სხვადასხვა მგონი აი ეს AI ლიგა იყო პირველი რაღაცა რაც მაგ საიტზე გაისტრიმა, ასე ვთქვათ. და ეხლა რო შევხედოთ solutions. ესე იგი, რა მიდგომები შეიძლება ყოფილიყო ამ მოდელთან, ხო? ანუ ეს რაღაცნაირად შეიძლება შევხედოთ, რომ შებრუნებული inverse პრობლემა არის, აქამდე რაც გავიკეთებია, მაგათი, ხო? და როგორ შეგვიძლია ახლა ეს ანუ რა არის ზოგადი მეტა ალგორითმი, რომელთაც შევძლებთ გამოვიცნოთ რომელი მოდელი რომელი route დატრენინგდა. აქ მიწერია ეს 4 მაგალითი, რომელიც 4 ასე ვთქვათ კრიტერიუმი, რომელიც გამოვიყენე აი ამ საბოლოო მოდელისთვის. პირველი არის confidence based, იმიტომ რომ მოდელი, რომელიც რაღაც data აქვს ნახი ტრენინგის დროს, ზოგადად ბუნებრივია, უფრო confident არის ხოლმე მის prediction-ში, იმასთან შედარებით, რომელსაც არ უნახავს, ხო? ამიტომ ეგ იყო პირველი, რაც მომაფიქრდა. მეორე იყო, რომ როცა აი დავპრედიქტოთ ორივეთი და მე რომელიც არასწორი არის, რომელიც სწორი არის, იმას მეტი წონა მივანიჭოთ. ამ კონკრეტული დათასთვის. არის lost based, რომელიც ეს დაახლოებით იგივე არის პირველი მხრივ, რომ აქაც იმაზე დაფუძნებული, რომ ტრენინგ დატაზე უფრო ნაკლები ლოსი გაქვს, ვიდრე ტესტ დატაზე. პირიქით ძალიან ნიშნულობა ხოლმე და არის ensemble approach-ი, რომელიც რამდენიმე სიგნალს საერთიანებს და უფრო ასე ვთქვათ ჩვენ ხვდებით მე უფრო დაწუნებული ჩვენს prediction-ში, ხო? აი როგორც ხეზე დაფუძნებული ალგორითმები არის random forest-ი მაგალითად, ხო? და gradient boosted tree-ებიც, ხო? მაგათი ალგორითმი, ხო, ესე ვთქვათ, იდეა ხო იმაში მდებარეობს, რომ გვაქვს პატარ-პატარა სუსტი ლერნერები, თითო ხეები, რომლებიც რაღაცებს სწავლობენ და მე ამ ყველასოვერთიანებთ ერთად და ვიღებთ საბოლოო შედეგს. რომელსაც თქონდა თავისი მათემატიკური background-ი აქვს decision trees და ensemble learning მეთოდებს ეგ რატო ხდება, ვარიაციის შემცირება და ასე შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა ეგ ჩვენი პრიორიტეტი არ არის. მოკლედ, ჯერ რა თქმა უნდა, აქ არაფერს არ ვაკეთებ ბიბლიოთეკას, ყველაფერს ერთად ვირთავ ხოლმე, არ მიყვარს ხოლმე მე რო ხედავ ხოლმე კიდე იმპორტებს, ამიტომ თავიდანვე მაქვს ყველაფერი გამოყრილი, თავიდანვე ეხლა ეს არ მქონდა გათვლილი რებს გამოვიყენებდი, ნელა დაემატა. და ამას იმიტომ ეს warning-ს იმიტომ მოშევით ვაიგნორებთ, რომ მე რომელ ვერსიასაც ვიყენებ scikit-learn-ის ან სხვა ვერსიისგან, რომელიცაც ის model A და model B დააკომპრესეს და მაგიტო warning-ს აგდებს ხოლმე და უბრალოდ ხელი რო არ შეეშალა და ეს შემდეგეთაც თქვენი არ გამომიყენებია, მაგრამ ალბათ ამას შეეხეთ ამ თემას, რომ როდესაც რაღაცა random ფუნქციას ვიყენებთ კომპიუტერში, ის არ არის ნამდვილად random, ის არის ეგრეთ წოდებული pseudo random ფუნქცია. და ისეთი ასე ვთქვათ ფუნქციები არის დაწერილი, რომ რაღაცა x-ი რომ მიაწოდა x + 1 აბსოლუტურად განსხვავებულ output-ს მოგცემს, მაგრამ ორივე სჭირდება რაღაც საწყისი წერტილი, რომელსაც დაიწყებს. და ეხლა თუ არ მიგუთითებ უშუალოდ შენ ამ საწყის წერტილს, რომელსაც seed ქვია, ხო? გაჩნია ხა ბიბლიოთეკა როგორ აკეთებს, მაგრამ ზოგი კომპიუტერი მაგალითად მილიწამების მიხედვით იღებს ამ seed-ს, ზოგი რაღაც ატმოსფერულ ტემპერატურას და რაღაც ეგეთებს ითვლის და მოკლედ ეგ მაგიტო შეიძლება ეს რო არ მივუთითო ყოველჯერზე არის გქონდეს განსხვავებული შედეგი. მაგრამ რადგან ამას ვუთითებ 95-ს მაქვინის გამო თითქმის ყოველთვის 95-ს ვარჩევ ხოლმე ამ seed-ს. და თუ
ამ სიც ჩასვავ, რაც ამაზე დამოკიდებული, ამ np-ის random ფუნქციაზე დამოკიდებული, ყველაფერი იქნება reproducible. თუმცა ეხლა რო ფიქსები, მგონი არაფერში არ დამჭირებია ეგ. მე რასაც ვაკეთებ არის, რომ უბრალოდ წვრითავ დატას და მოდელებს და რა თქმა უნდა, მონაცემების ზომა შევხედე, 30000 row აქვს და 55 column-ი. და ამ column-იდან ბოლო 2-ის გარეშე გვაქვს 53 და იმიტომ რომ ბოლო 2 არის, აი, როგორც ხედავთ, თავად ეს რის დაფრინდებაც გვინდა და rows ID. და ნუ უბრალოდ რამდენიმე feature დავპრინტე, რომელიც ყველა ნუმერიკალ აღმოჩნდა. ხო, ეხლა რას ვაკეთებ? ეხლა მინდა რომ ჯერჯერობით ისე ვარ ფოკუსირებული, რომ თავად და შევისწავლო, ასე ვთქვათ, რა როგორია. ყველა პროექტზე, ყველა ასე ვთქვათ, task-ზე მთლიანი იდეის, აი ყველაფერს არ ვაკეთებ ხოლმე რაღაც dimensionality reduction-ი, ეგეთი რაღაცები ყოველდღე არ გიწევს ხოლმე თუ რაღაცა specific task-ი არის, მაგრამ რაღაც საბაზისო მაინც გჭირდება რომ გაიგო როგორი სტილის data გაქვს, ხო? და ეხლა რას ვაკეთებ? ეხლა მინდა რომ განვაცალკეო ისეთი feature-ები, რომლებიც არის ეს data განვაცალკეო feature-ებად და გავაცალკეო ასე predictable, ასე ვთქვათ, data frame-ად. და აქ მიწერია ხა ორი მიდგომა, ეს პრაქტიკაში ალბათ ამას გამოიყენებდით, რომ უბრალოდ ბოლო 2 columns არ ამოიღებდით და დანარჩენებს აიღებდით, მაგრამ ასევე მინდოდა მეჩვენებინა ესეთი მიდგომა, რაც შეიძლება ზოგადად გამოგადგეს, რომ თითოს ყოველ შემთხვევაში string-ი არის, რადგან data წერტილი columns-ის წევრი არის. და string-ს აქვს ეგეთი ფუნქცია, წერტილი starts with, რომელიც მარტო ისეთ string-ებს გიბრუნებს, რომელიც აი აქ რაც წერია string-ი, max string-ით იწყება და მინდოდა რომ ეგეც მეჩვენებინათ, თუმცა ნუ ერთ და იგივე შედეგს გაძლევთ ეს ორივე. ნუ გავყავ x-ად, y-ად და ეს row ID-ებადაც მაინც ყოველი შემთხვევისთვის და ეხლა ისევ გავიმეორებ უბრალოდ shape-ი მატრიცის და რამდენი კლასიკო აქვს 0-ით, რამდენი შეგვხდება 0-იანი prediction-ში და რამდენი შეგვხდება 1-იანი დავპრინტე. და ნუ ცოტა კიდე დისბალანს ხედავთ ხო ამაში. ხო, ნუ ეხლა ამ უშუალოდ ამ მეთოდმა count-ის მარტო იმიტომ უშავ რა 0 და 1 გვაქვს და რა მეტი სხვა მნიშვნელობები, თუმცა შეიძლება თქვა სხვა მიდგომებიც data frames აქვს, pandas აქვს წერტილი value counts ფუნქცია, რომელთაც ზუსტად მაგას გვიბრუნებს. კარგი. ხო, ეხლა რა შევით? ჩვენ გვჭირდება როგორც აი ზემოთ აღწერილი აი 4 მეთოდისთვის გვჭირდება როგორც უშუალოდ ქულები, ანუ რომელი მოდელი რას დააპრედიქტებს, ხო, აი disagreement based-ის, მაგასაც prediction-ი გვჭირდება. ასევე გვჭირდება confidence-ები, ანუ ის predict proba ფუნქცია, რომელიც დაგვიბრუნებს იმ ალბათობას, რომელიც ამ მოდელმა ამ output-ს მიანიჭა. ამიტომ ვიღებთ ყველას, ვაპრედიქტებთ და ასევე predict proba-საც ვიყენებთ და prediction clause ვიღებთ ხოლმე ერთის, ასე იმიტომ რომ მარტო ეს გვჭირდება. რადგან loss ფუნქცია მარტო თავად ის binary loss ფუნქცია, რაც არის binary log loss-ი, რაც არის მარტო ერთი ცვლადითაც ცვლადითაც კი არა მარტო ერთი ცვლადზე მუშაობს და მაგიტომ ნუ პირობითად ავიღე probability of class 1-ში, თუმცა შეგვიძლია 0-ზე გამუშავა. მაგრამ ერთი უკეთესია. მე რაღაც გარდაქმნები არ დაგჭირდება. ხო. აქ ავიღე ორივე correct რამდენჯერაც და ორივე მოდელის ასე ვთქვათ correctness-ის სკორები და ნუ უბრალოდ მაგას საშუალო დავპრინტე, რომელიც დაემთხვა. ხო. ეხლა რაც შეეხება სიგნალებს, რომელსაც მე გავაერთიანებთ, ხო? პირველი არის ეს confidence-ი. უბრალოდ ჯერმადი აქამდე ის გავიაროთ, ეს არ ვიცი შეგხვედრიათ თუ არა. მე არ გამოვიყენე, იმიტომ რომ log loss ფუნქციას ურევდა აი აქ log loss-ში, მაგრამ მინდა რომ ეს ფუნქცია იცოდეთ, ხშირად შეიძლება გამოვგადგეთ log 1 p-ქვია. აი აქ log-ი რომ იწერია, ეს log np წერტილი log-ი ავტომატურად ln-ი არის, მაგრამ ასევე შეიძლება ესე იყოს. შეგვიძლია ეს მივუწეროთ. log-ი ორობით log-ი არის, მაგრამ ეს არის log 1 px-ი, არის ln x + 1 და ეს ხშირად გამოიყენება ხოლმე, რომ ავირიდოთ log 0, ხო, რომელიც განსაზღვრული არ არის. და ამისათვის ხშირად იყენებენ ხოლმე, თუმცა ეხლა რო გამოგვეყენებინა, შეცვლი და loss ფუნქციას, როდესაც log loss-ი არის მორგებული, ამიტომ არ შეიძლება მათემატიკურად არასწორი იქნებოდა ამის გამოყენება, თუმცა ხშირად გამომიყენებია და თქვენს რო სადმე შეგხვდეთ რაღაც კოდის გარჩევისას ან თქვენთანაც რო გამოგადგეთ, ძალიან კაი იქნება რომ იცოდეთ. კაი, ახლა უშუალოდ ქულებს რაც შეეხება.
პირველი არის confidence-ის დაცვა და confidence ვითვლით ეს ცოტა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვითვლით absolute values, აი ამ ალბათობისა და 0.5-ის სხვაობის. და 0.5-ის სხვაობის მიმართ იმიტომ ვითვლით, რომ 0.5-ით რო დავფლეტით თუ რაღაცა ნიშნავს, რომ ყოველჯერ რენდომად ძახი შენ პასუხს, ანუ არანაირი მოდელი არ აქვს ჩათვლე გიზის ვიღაცა ადამიანი და ის ადამიანი ყოველჯერ დაიძახის 0 ან 1 და არანაირი ლოგიკა და არანაირი მექანიზმი არ აქვს საჭირელი აი ამ აუთპუტებში. და აი ეგ რომ დავაბალანსოთ, ანუ ეგ რომ აღარ აღვქვათ რა არის ეგ ეგ რენდომნესში რომ მოვშალოთ, მაგისთვის ვაკლებ 0.5-ს. და confidence-ის სხვაობა არის confidence-ას გამოკლებული confidence B და თუ confidence D-მა მოგვცა დადებითი რიცხვი, მაშინ ესე იგი ამ მოდელს ვამჯობინებთ, თუ უარყოფითი რიცხვი, მაშინ B-ს, თუ 0-ს თანაბრად არის. ხო, შემდეგ correctness-ი, ნუ ძალიან პრიმიტიულად, უბრალოდ განსხვავება რაც არის, დაკასვა მოგვიწია types int-ად, იმიტომ რომ მე რაღაც მოდელი რაღაც მექანიზმი რასაც ვიყენებთ, ის იღებდა int-ებს. და correct as დავკასავთ int-ად, ანუ ერთები გახდება ერთები, ნოლები გახდება ნოლები და ანუ უბრალოდ 1.0 გახდება 1 და 0.0 გახდება 0 და ანალოგიურად B-სთვისაც და მაგ გვერდით მიწერია კომენტარში ახსნა, რომ 0-ის როგორც აქაც იგივე ნეიტრალური არის და უარყოფითები არის B-თვის და დადებითები A-თვის. ხო, ეხლა log loss-იც შედარებით დიდი არის და ეხლა რა გვინდა? უბრალოდ რატო წერია ესეთი ამხელ ფუნქცია, ასე ვთქვათ, ხო? mp.we-არ ასე ვთქვათ, არის ფუნქცია, რომელიც გიბრუნებთ რაღაც მატრიცისთვის, ამ შემთხვევაში აი y-1-ისთვის, ისეთ წერტილებს, რომელიც რაღაც კონკრეტულ პირობას აკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში თითოეული sample-ისთვის ვითვლით negative log likelihood-ს რა, negative log likelihood-ს და ეს არის ის ვარიანტები, რომლებიც გვინდა რომ დაგვიმყოფილდეს და ესენი, რომელიც არა. და ეხლა ცოტა ისეთი უცნაური ჩანაწერი რატო არის, იმიტომ რომ რადგან ბოუთებთან გვაქვს შეხება, ეს მანქანური ნამდვილი რიცხვები რო იყოს, ესენი არ დაგვჭირდებოდა ამ ხელა რაღაც ჩაწერა, მაგრამ რადგან კომპიუტერი არის, რომელსაც სასრული სიზუსტით შეუძლია მხოლოდ მიახლოება, აქვს რაღაცა ერორები. და ამისათვის ხშირად შეხვდებით ესეთ მიდგომას, რომ შემოაქვს რაღაც დამატებული ცვლადი, რომელიც მათემატიკურად ეფსილონით აღინიშნება ხოლმე და აი ამ ეფსილონის მიდამოში ასე ვთქვათ, იღებს პასუხებს. ანუ ახლა რა შვებით? მე ცოტა რას არის კონი შემოსული. კი ბატონო. ეხლა აქ რა შვებით? mp.clip არის ფუნქცია, რომელიც იღებს სამ არგუმენტს. პირველი არგუმენტი არის რა მნიშვნელობის ჩატევა გვინდა რა შუალედში. ეს არის შუალედის ქვედა ნაწილი და ეს არის ზედა ნაწილი. ანუ ეს y პრობა a გვინდა რომ იყოს epsilon-სა და 1 - epsilon შორის რა. ანუ თუ ჩამოსდა epsilon-ს, რაც არის 1 15 ეს იცით ეს როგორ განმარტება? ანუ აქ რო გვიწერია e და მე რო უწერია ამ ეს სიტყვაზე რაღაცა x-ი, ეს ნიშნავს რომ 10 ხარისხად ეს x-ი რა. და წინ რაც უწერია 1, ნუ მაგაზე მრავლდება ამ შემთხვევაში, ხო, ეს 1-ჯერ 10 ხარისხად x-ი. 1x-ია უდრის ამას. და ნუ მინუსი რა ხარ უწერია -5 ხარისხში აყავს, ხო? ანუ ძალიან პატარა რიცხვი არის ფაქტიურად და გვინდა რომ მაგ ძალიან პატარა რიცხვსა და 1 - მაგ ძალიან პატარა რიცხვამდე შუალედში ჩაიჯდეს. ანუ თუ რაღაცნაირად არ მოხდება ეგ, მაგრამ თუ ეს რაღაცნაირად გახდა 2 mp.clip ჩაატევს epsilon-სა და 1 - epsilon შორის, ხო? ანუ გახდის 1 - epsilon-ს. და თუ გახდა -1 გახდის epsilon-ს. და ანალოგიური აქაც ასე დავითვლით თითოეული sample-ისთვის negative log likelihoods ამ მოდელისთვის ანალოგიურად B-სთვისაც. და ეხლა აქ რა ხდება? რადგან negative log likelihood-ი არის, ამისათვის ანუ ეს უარყოფითი ხო გვაქვს და ამის გამო B-ს ვაკლებთ 100-ს. და თუ ეს დადებითი არის, მაშინ 100-ს აქვს უფრო პატარა loss-ი და ანუ აუკეთესი მოდელი არის. და თუ უარყოფითი არის, მაშინ B-ს აქვს ხო უკეთესი loss-ი და ესე იგი B უკეთესი არის. და ნუ ბოლო ყველაზე მარტივი რაც არის აბსოლუტური განსხვავება ალბათობებს შორის. ხო. ეხლა შემდეგი ნაწილი რაც მოდის არის
ის მინდა ჩემი არჩეული რიცხვები, ანუ აქ რაღაც ლოგიკა მიდევს რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ შეიძლებათ მე დავთ რომ სხვა რიცხვი უნდა ყოფილიყო სიტყვაზე ეს პირველი და მე მაგაზე დიდ ვერ შეგედავებათ, შეიძლება მოდელი უკეთესი გამოგიეს კიდეც სხვა რიცხვებით. უბრალოდ ამ რიცხვებით გავტესტე და მაგ ბევრი რიცხვი ჩახმა შეიძლება. და რას ვაკეთებ აქ? ეს 4 ასე ვთქვათ კატეგორია, მოდი დავარქვათ 4 ცვლადი. ეს 4 ცვლადი ხო დავითვალე, რომელიცაც მინდა რომ რაღაცნაირად დავადგინო ამათი გაერთიანებით, რომელი მეთოდია ყველაზე კაი. და ზოგადად ეგეთი გაერთიანების ყველაზე ასე ვთქვათ ცნობილი მეთოდი არის ხოლმე წრფივი კომბინაცია. რა წრფივი კომბინაცია რა არის? გვაქვს რაღაცა ეს x1, x1, x2, x3 და x4. ესენი არის ჩვენი ცვლადები. და კოეფიციენტები იქნება ალფა A1, A2, A3 და A4. გუნდრენდება ხო? ეხლა ეს x1-დან x4-მდე არის ჩვენი ეს correctness-ი, loss-ი, confidence და probability difference-ი და ეს A1, A2, A3, A4 არის წონა. და ამ წონით შესაბამის ყვაწევას დავუთმობთ თითოეულ მათგანს. ანუ თუ და ესეთი სახით იწერება ხოლმე მე საბოლოოდ რა. ესე ვწერთ ხოლმე, ხო? თითოეული ცვლადისთვის, რაღაცა x-იური ცვლადისთვის იზრდება აი ამ i-ურ კოეფიციენტზე რა. და i-ური ასე ვთქვათ ამძაფრებს ან პირიქით ამცირებს აი ამ x-იურის გავლენას. ამ ლოგიკით ახლა თითოეული ცვლადი ხო გვაქვს და ჩემი ინტუიციით ახლა შევაფასებ თითოეული ცვლადი რამდენად სანდო შეიძლება იყოს. correctness-ი გვეუბნება რომ ამ ორი მოდელიდან ერთმა მართლა სწორად დავფრთხილდით, ანუ სავარაუდოდ მაგაზია არის ნავარჯიშები რა, ანუ უფრო მეტი არის იმის ალბათობა, რომ ეგ იყოს მაგაზია ნავარჯიშები, რადგან მეორე მოდელი რომელსაც არასწორად დავფრთხილდით და თუ მაგ დატაზეა დატრენინგებული სავარაუდოდ არასწორ პასუხს არ გასცემდა. ეგ ინტუიცია იყო, მაგრამ მივანიშნე ყველაზე მეტი წონა 2-დან 2. მერე არის loss-ი, რომელიც loss-ი რაც არის, იცით უკვე და ამას მივანიშნე 1.5. მე არის confidence-ი. და ეს confidence ყველაზე, ასე ვთქვათ, ნეიტრალური მეტრიკა იყო. და ამ ბერს არ გეუბნებოდა, მაგრამ არც ცოტას. ამიტომ მივანიშნე 1. დავწავდოთ თავისთავად, ხო? ანუ ეს აღარ შეიძლება ესე წარმოვიდგინოთ, რაც გამოვითვალეთ, ეგ დარჩება. და ასე ვთქვათ, გავანახევრე სუფთა ალბათობის ქულა, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებად აღქმადი არის. თუმცა ისე ვიმეორებ, ნებისმიერ მნიშვნელობაში გიძლიათ მიანიჭოთ ამათ შორის ნებისმიერს. ხო, ეხლა აქ რა შვები? ну ჯერ არის ამ W-ს, ანუ weight-ების array-ს ვაკეთებ, სადაც ნავად წერ რა არის და მერე ვქმნის scaler-ი. Scaler-ს ალბათ გავივლიდით, არ ვიცი ზუსტად რა მასალა გავიარეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ესე ვთქვათ, გადავიმეოროთ, თითოეულ მონაცემს ვატევთ რაღაც კონკრეტულ შუალედში, 0-1 შუალედში, იმისათვის რომ ერთ და იგივე სკალაზე იყვნენ და ამ შეწონვას აზრი ქონდეს, სწორედ თუ ეს ეხა probability რა თქმა უნდა 0-და 1 შორის არა, მაგრამ თუ ეს ბოლო კოეფიციენტი, ბოლო ასე ვთქვათ, ცვლადი, რომელიც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ყველაზე უმნიშვნელო იყო. ამას თუ ქონდა რეალური მნიშვნელობები 1000-დან 2000-მდე. აი ამოთ რომელსაც სიტყვაზე 0 და 1 შორის აქვს, დაჩრდილავს. ამიტომ ესენი რომ ყველა თანაბრად იყო შეფასებული, ვასკალირებთ რაღაცნაირად და ნუ სტანდარტ სკეილერი არის მიდგომა, რომელიც 0-სა და 1, ზუსტად -1-სა და 1 შორის უმეტესწილად აქცევს ამ მონაცემებს. სტანდარტი მოდის, სტანდარტ დისტრიბიუშენი არის ეგეთი ალბათობიდან რაღაც ცნება და იმიტომ ქვია სტანდარტი. ნუ გაუსის დისტრიბუციის კერძო შემთხვევა არის. და ნუ გავაგზავნოთ ისევ კოდი და ახლა აქაც ვაკეთებ არის რომ ანუ columns-ს აქ ფუნქციას რომელიც columns-ს ერთმანეთზე ადგამს ხო რომ საბოლოოდ შევძლოთ რაღაცის დათვლა. მერე ვიყენებთ აი ამ scalars, უბრალოდ scalars, რომელიც და fit transform ფუნქციას და fit transform შეგიძლიათ ესე ჩათვალოთ რომ
ფითი დაითვლის ან მოერგება მონაცემებს, დაითვლის როგორ უნდა ჩაატიოს ამ შუალედში და ტრანსფორმი უშუალოდ გარდაქმნის მაგაც. და ეგეთი გახდება ეს feature scaled, ხო? ანუ იღებს აი ამ feature-ებს, რაც მიიღო, ანუ correctness-ის ეს data frame აქაც დავითვალეთ loss-ის და ასე შემდეგ. ესენი ყველაფერი მოცემული ჩათვალეთ ერთ მატრიცაში. მერე მაგისტვის ეგენი თითოეული column დავასქელიეთ და გავამრავლეთ საბოლოოდ აი აქ მატრიცას ვამრავლებთ ეს ამას ვხედავთ ეს არის მატრიცის გამრავლების ჩანაწერი numpy-ისთვის რა ანუ ხო შეიძლება რომ დაწეროთ np-matmul a b და ეს იგივეა რაც a გამრავლებული b-ზე და ეს უფრო ლამაზი და მოკლე ჩანაწერი ამიტომ ამას ვიყენებ ხოლმე და შესაბამისად რახან ეს სვეტვექტორიალი და ეს მატრიცა არის გამრავლე ესე და მივიღე ქულები და ეხლა რასაც ვაკეთებ არის ეს prediction-ების ეს ensemble-ების prediction-ები ჩავთვალე რომ გავაკეთე ესე რომ ისინი სკორები რომლებიც ნაკლებია 0-ზე ესენი დავკასტე ინტებად. ეხლა რატო? როცა გვაქვს მაღალი ქულა მივიღებთ models 0-ს, ხო? labels 0-ს, ხო? იმიტომ რომ ნუ თავიდან ისე გავსაზღვრავეთ რომ დადებითი ქულა A-ს გვაკლავს. და ისინი სადაც ეს პირობა შეგვისრულდება, მან გვექნება label 1. იმიტომ რომ ეგრე გქონდა ის კოეფიციენტები განსაზღვრული, რომ უარყოფითი ქულები გვაძლევდა model B-ს. და model B-ისთვის ხოდა გამოყოფილდება ეს პირობა, მაგიტო ეგენი გახდება, მან ჩაიწერება თითოეულ row-ში ჩაიწერება ერთიანი. და სადაც არ დაგაყოფილდება იქ 0-იანი. ანუ აი აქ როგორც გვინდოდა. ხო. და ამის გარდა ეს ნუ ხა ის შედარებით კომპლექსური მიდგომაა, ხო? რაღაცები აი იფიქრო რა ცვლადები უნდა გაითვალისწინო და მე გამოითვალო და რაღაცნაირად გაერთიანო. და ასევე ეს იყო ცოტა შეიძლება მე მომიფიქრდა ეს უფრო იმიტომ რომ არ ვიცი რატომ არა მე მომიფიქრდა. და ეს იყო ალბათ ყოველდღე უფრო მარტივი მიდგომა. რომ რას ვაკეთებ? სამ მექანიზმით ვითვლი ყველაფერს. არ უწონი პირდაპირ უბრალოდ ვამატებ ქულებს. ნუ ჯერ გავაკეთე ეს მატრიცა, vote-ები B-ს იმისათვის რომ B მოდელმა დააპრედიქტა და რა თქმა უნდა თითო არის int type-ის და ზომა არის x-ის, ანუ ჩვენი feature-ების ჩვენი data-ს ზომა, ხო? იმიტომ თითოეული data center-ისთვის გვინდა ამის გაკეთება. და ხარ რას ვაკეთებთ? ვამატებთ რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ისეთ row-ებს ვზრდით, სადაც B მეტი A-ზე. მერე რადგან correctness-ი უფრო ძლიერი ზომა არის, ამას გავამრავლებ მერე 2-ზე, მაგრამ ისეთ შემთხვევებში, როდესაც correctness-ი B-თვის მეტია correctness-ი A-ზე, ამას ვითვლი. და საბოლოოდ არის loss function-ზე, ანუ ისევ ეს confidence-ი, correctness-ი და loss-ი გამოვიყენე და ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც B-ს ქონდა lower loss-ი, ეს უკეთეს რამეს გვეუბნება, ამიტომ B-თვის იგრძნობა vote-ები. და საბოლოო ჯამში ხა შევწონე ეს ყველაფერი. და ახლა რა გამოდის? რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც 2-ზე 0-იან 1 როცა გვაქვს, ეგ არის A, როცა გვაქვს 2 ან 3, გვაქვს B. იმიტომ რომ აქედან მაქსიმუმ შეიძლება თითოეულ row-ს დაემატოს 1, აქედან 2, აქედან 1, ანუ ჯამში 4 ხო და ქვედა 2 არის A-თვის, ზედა 2 არის B-თვის. და ესე მარტივი მექანიზმით, თუმცა ამ რაღაცების გამოყენება კი გამოთვალა და მე გამოყენება კიდე გვჭირდა. ასე ვთქვათ, voting-ის მექანიზმით დავითვალეთ ეს ყველაფერი. ნუ მე გავაკეთე ეს მატრიცები submission-ისთვის. რაც შეიძლება რომ ჩავწეროთ, ვამახსოვრებ output folder-ში და აქ უბრალოდ რაღაც სტატისტიკას პრინტავ. და აქ ასკარად ხედავთ განსხვავებას, თუმცა ასევე agreements-ს. სამწუხაროდ მე გადასტრის საშუალება არ მომეცა, იმიტომ რომ რატომღაც შეჭედავდა ჩვენთან Excite-ი და არაფერს არ შევოდა, მაგრამ ამიტომ ერთ-ერთი მოდელი ვერ გავტესტე და რაღაცაზე არც შეიძლებოდა მგონი აღარც შეიძლებოდა გადასტო ჩემპიონატის მერე. ამიტომ ეს უბრალოდ ახლა ჩემი ესტიმატი არის, არაფერი არ გამოტესტავს, არ ვიცი რამდენად კარგად რამდენად performant იქნება იმ სატესტო დატასეტზე, მაგრამ ნუ ამ მომენტში ესე იყო. მაინტერესებს ამ ამოსანასთან რამე კითხვები თუ გაქვთ?
მოდი აქ ჩაჭხო წერება. კი ბატონო. ჩავთვლი რა ხალხი შუმე, ესე იგი ალბათ არ იქნება კითხვები და გადავალ მეორე ამოცანაზე. თოდა უცნაური სახელით. ხო, ესე იგი, ეხლა რა გვაქვს, რომ აქაც ისე რაღაცნაირად შევრონებული პრობლემაა. ძალიან მოსტონს ოფიცამ ამოცანებს წოდებს აშკარად ესეთი პრობლემა შოთას ამოცანებს ყავს. რომ ვართ რაღაცა პლანეტაზე და გვინდა რომ რაღაცა ფენომენი გამოვიცნოთ. და გვაქვს რაღაცა რაოდენობის ცოლები ამისთვის. და 1000 რეგრესიის მოდელი დაატრენინგეს. და მარტო აქ ან 5 იყო ისეთი, რომელმაც სწორად იმუშავა რა, ანუ ის სენსორები და ამბები არ იყო გაფუჭებული. და გვინდა რომ ეს 5 მოდელი ამოვიცნოთ. და გვაქვს მოცემული data, რომელიც პირველი 15 სვეტი არის ეს ფიჩერები, რომლებზეც მოდელები დატრენინგდა და დანარჩენი 1000 სვეტი არის თითოეული მოდელის prediction-ები. და ნუ ესე დაახლოებით ანალოგიური ფორმატში უნდა ჩაგვეწერა ეს ყველაფერი შედეგი. ხო, ეხლა აქ რა ხდება? ნუ ისე ჯერ ყველაზე მარტივ იმას დავიწყებ, თქვენ აწელს, სადაც არის library-ების დაიმპორტება, ისევ random seed და data-s import და feature-ებად და prediction-ებად გაყოფა ინდექსების მიხედვით, ხო? ანუ ისევ ეს addlock ფუნქცია, ვისაც არ გახსოვთ, ინდექსებს იყენებს იმისათვის, რომ შედეგი დააბრუნოს, ძიმის მარცხნივ რაც წერია, იგი გვეუბნება, რომ ყველა რო უწამო იღე. ანუ საწყისიდან ბოლომდე ყველაფერი. და ძიმის მარჯვნივ რაც წერია, ეგ არის კოლონების არჩევანი. და ეს ამბობს, რომ პირველი 15 კოლონი წამოიღე. ეს კიდე პირველი 15 კოლონის შემდეგ რაც არის გეინ წამოიღე. როგორც პირველში იყო აღწერილი, მაგის მიხედვით გავყავით. და ეხლა რა ლოგიკის უნდა ვიმოქმედოთ ჩემი აზრით. თუ ეს 5 მოდელი, ანუ ის რაღაც 5 მოდელი რომელმაც სწორად იმოქმედა იმისათვის, რომ დაეპრედიქტებიან ეს Y, თუნდაც რომ ისინი ერთმანეთს არ ემთხოვდნენ და იდეალურები არ იყვნენ, ბევრ ცვლადზე, ბევრ შემთხვევაში prediction-ზე უფრო სწორედ, უნდა ემთხოვდნენ ერთმანეთს. და ისინი რომლებიც ასე ვთქვათ, გაფუჭებულ ინსტრუმენტებზე, გაფუჭებულ სენსორებზე დატრენინგდნენ, ნუ ეგეთი ლოგიკური დასვლა შეიძლება გაკეთეს, რომ იყო არეული. და არეული იყო, ანუ random რაღაცებს აპრედიქტებდა რა. და random რაღაცებს თუ აპრედიქტებდა ეს 1995 მოდელი, ესე იგი მათი prediction, მათი ასე ვთქვათ, prediction-ები ერთმანეთს არ უნდა დაემთხოს. უბრალოდ შეიძლება დაემთხოს, რა თქმა უნდა, მაგრამ დიდად კორელაციაში არ იქნება ერთმანეთთან. და ახლა ჩემი სტრატეგია რა იყო, რომ მეპოვნა ამ 1000-დან 5 ისეთი მოდელი, რომელიც ერთმანეთთან იყო კორელირებული. და ერთმანეთისგან შეიძლებოდა მათი აღდგენა რა, რადგან ერთმანეთის გასვლა ყავს იდეაში. და ესენი ხო რაღაცნაირად შეფასდეს და ზოგადად შეფასდეს რამდენად მსგავსი არის. და რა თქმა უნდა, ამისთვის მსგავსებისთვის უნდა კორელაციას. და ეხლა რა საშუალო კორელაციას, იმიტომ რომ როცა არ გვაქვს დამატებითი მონაცემი, რაც ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს, ყველა ალბათობაში არის მიღებული, კი არ არის მათემატიკურად შეიძლება ფაქტიურად დამტკიცდეს, რომ საუკეთესო მექანიზმი არის საშუალო. ანუ როცა არ გვაქვს მონაცემი მოცემული, ყველაზე სტანდო არის და საუკეთესო ასე ვთქვათ, სკალა არის, რომელსაც შეგვიძლია ეს მონაცემები შევაფასოთ, არის საშუალო. mean რაც არის unexpected value ინგლისურად. და თითოეული, წარმოგიდგენთ ახლა, რომ თითოეული ეს 5 მოდელად დავყოთ. თითოეულში დავითვალოთ ეს საშუალო კორელაცია. და ის ჯგუფი, რომელსაც ექნება ყველაზე კაი კორელაცია, იქნება ეს 5 სწორი მოდელი. იმიტომ რომ მაგათ უნდა ქონდეს ყველაზე მეტი კორელაცია, ხო, რადგან სწორად აპრედიქტებდნენ. და ნუ ამისთვის ეს ფუნქცია დავწერე, რომელიც მიიღებს კორელაციის მატრიცას და ინდექსებს რა, ანუ ინდექსები იმ მოდელების, რომლებიც ხო, აი ამ კორელაციის მატრიცაში ვიყავთ ამ ინდექსებს იმ მოდელების, რომლებიც გვინდა რომ განვიხილოთ და მაგას ვითვლით ახლა. U არის upper triangular.
რომელიც მატრიცაა, რომელსაც რაღაცა რომელიმე დიაგონალის ქვემოთ აქვს სულ ნოლები. და კაუდის ერთი იგივნება რომ თავი დიაგონალის ქვემოთ არის სულ ნოლები, ხო? ანუ დიაგონალზე და დიაგონალის ზემოთ არის რაღაც მნიშვნელობა, ქვემოთ ნოლები. და მაგათ საშუალო დავითვალე. იმიტომ რომ ყველა ცოდი ორი არ შეგვეთვალა და რაღაც არასწორი შედეგები არ დაგვედგინა, ამისთვის დამჭირდა ეს ზედასამკუთხედი მატრიცა. და სადაც არ არის ნოლი, ანუ აი ამ ზედასამკუთხედისთვის მაგათ შორის დავითვალე საშუალო. ანუ ეგ არის ჩემი შეფასების მეთოდი. და უბრალოდ აი ამ prediction-ების მიხედვით, აი ამ პირველი კერბოლო 1000 ცოდის მიხედვით დავითვალე კორელაციის მატრიცა. ხო, ეხლა რა ხდება? ჯერ მინდა რომ ნოტაცია გაგაცნოთ CNK ალბათ ყველა მიცის სკოლიდან კომბინაციების რაოდენობასაც გვეუბნება და ალტერნატიული ჩანაწერები მისი, რასაც შეხვდებით უცხოურ ლიტერატურაში. ისედაც შეხვდებით აი ესე subscript-ად n-ით და superscript-ად k-ით. და ძალიან ხშირად მე რაც უნივერსიტეტში ვსწავლობ, ყოველ შემთხვევაში სულ და სამეცნიერო ნაშრომებში სულ არის აი ამ ნოტაციით n და k ესეთ შეხელებში. და ეხლა დავითხოვოთ რა იქნება, რამდენი ვარიანტი არის იმისი, რომ 1000-ს დავირჩეთ 5 ჯგუფი. და გამოგვივიდა ესეთი რიცხვი, რომელიც, რა ვიცი, რამდენი არის ეს ხო, ანუ ყველაზე ბევრი არის, ხო? რამდენი ნოლი გამოვიდა დავიწყო. ასე 12 ნოლი ქონდა, ხო? მილიარდი ბევრად მეტი. მილიარდებზე. და ამიტომ ამის გამოთვლა იქნება ძალიან დროის წამღები. შეიძლება ვერც დაითვალოს კომპიუტერმა საერთოდ სასრულ დროში თითქმის შეიძლება ეკეთოს, ანუ ჩვენ სიცოცხლე შეიძლება ვერ დაითვალოს. და ამიტომ რას ვაკეთებთ? ვიწყებ ესეთი ქვემოთ ვიწერია ესეთი კოდი, რომელიც იწყებს იმ მოდელებით, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი კორელაცია ერთმანეთთან. და iterაციულად, ანუ ყოველ ჯერზე iterაციული მეთოდები, ეგეთი მეთოდები არის, რომელიც ყოველ ჯერზე რაღაცას ცვლიან. საწყის ფორმას რაღაცას პატარას უმატებენ. ყოველ ჯერზე საუკეთესო კანდიდატებიდან, ანუ ყველაზე კორელირებული მოდელებიდან ვიღებთ ახალ მოდელს და ყველაზე მეტი კორელაციით ვუმატებთ ჯგუფში. და ისე ვიღებთ მაგით კორელაციას და საუკეთესო ეს კორელირებული ჯგუფები დაგვიჟდება ეგრე. ეგ არის ჩემი ასე ვთქვათ აპროქსიმაცია. და რადგან კარგი მოდელები უნდა იყვნენ ერთმანეთთან, ანუ და მეტად ერთნაირი რაღაცებს უნდა იცნობდნენ, მაგიტომ მგონია რომ კორელაციები უნდა იყოს მაღალი. და ახლა რას ვაკეთებ? ხო. ჯერ ამ საშუალო კორელაციების მიხედვით სორტავ. ანუ საშუალო მესამე კორელაციების მატრიცა, ვიწვი საშუალოებს და ascending უდრის false რახან გვეწერია, კლებით მიმდევრობით ისორტება, ხო? ანუ ჯერ იქნება ყველაზე დიდი წევრები და მეორე ყველაზე პატარები. და ამადგან ვიღებ 100 ყველაზე მაღალი შედეგის მქონე ტიპს. ანუ average correlation-ის head-ი, ანუ 100 ელემენტს ვიღებ და მაგათი ინდექსები მინდა. და ნულისთან და დამიბრუნდეს, თორე ეს სხვა რაღაცას აბრუნებს ინდექსი. ხო. ეხლა რა გვაქვს აქ? ამ მოკეთებთ ჯერჯერობით parallel lists, რომელიც იქნება საბოლოო ჯამში ჩვენი არჩეული მოდელები. იქნება ვაკოპირებ ამ ტოპ კანდიდატებს, იმიტომ რომ შეიძლება ახაც შევცვალო რა და ისე გამოდის, რომ ეს თუ არ დავაკოპირე და პროსტა დავწერე აი ეს. გამოდის, რომ იდეაში remaining-ში რომ შევცვალო რაღაცა ტოპ კანდიდატებში შემეცვლება. მაგრამ ეგ არ მაწყობს, იმიტომ რომ ტოპ კანდიდატებს შეიძლება შევხედო ხოლმე და remaining-ი რომ შევცვალო ტოპ კანდიდატების ეს მინდორმა შემეცვლება. ამიტომ იწერია ეს copy, რომ უშუალო მნიშვნელობას აკოპირებს. ანუ რაც მნიშვნელობას უწერია, ზუსტად გადმოდის ამასთან და ეხლა შემიძლია როგორც მინდა ეს შევცვალო. მეტი მიხსენება მაქვს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ესე გვჭირდება. და რა თქმა უნდა, აქ base score, რომელიც შემოფასებს ყველაზე კარგ ხულას და გვიწყა -1-ით, იმიტომ რომ როგორც ისეთი კორელაცია არის -1-სა და 1 შორის და ამაზე უარესი ხულა ვერ გიქნება. და best combo ჯერ არ გვაქვს, ამიტომ ნანი არის. ხო, ეხლა რა შევაკეთებთ? თითოეული ინდექსისთვის აი ამ ტოპ კანდიდატების ზომაში ვიღებთ selectively ხდება ეს ცარიელი მატრიცა, ცარიელი ელემენტის ლისტი. ამ ტოპ კანდიდატებიდან ვიღებთ მიამდენ ტიპს. remaining არის ამის გარდა ყველა სხვა. და ეხლა უნდა დავამატოთ ეს 4 მოდელი და როგორ ვამატებთ? დროებით ცოდები შემოგვაქვს ანალოგიური ლოგიკით, ვიწვლით ჩვენ კანდიდატსა და ჩვენს უბრალოდ დანარჩენ წევრებსა და აი ამ კანდიდატ შორის საშუალოს.
და თუ ეს საშუალო გაგვიუნჯობეს და მაშინ ვანახლებთ. და საბოლოო ჯამში, როცა ეს for loop-ი მორჩება, ვამატებთ, ანუ ამას 4-ჯერ ვიმეორებთ და 4-ჯერ ემატება აი ამ select-ից საუკეთესო მოდელი. და remaining-ია შესაბამისად ვუაგდებთ. მერე ვაფასებთ აი ამ კომბინაციას, აი ამ ზემოთ დაწერილი ფუნქციით, for combination-ით და მაგის მიხედვით ვანახლებთ ჩვენი საუკეთესო მოდელების სიას. და გამოვიდა ესე, რომ რამდენი 100, ანუ შესაძლოა აქ ნიშნობა ესეც მინდა გითხრათ, რომ 100-ზე გარანოთ თუ 1000-ზე ნიშნობა შეგეცვლათ, იმიტომ რომ ეს 100 ისეთი საუკეთესო 100 ტიპი არის, რომ უკვე შედეგს არ ცვლის, ანუ ეს ჰიპოთეზა არ არის, ეს მართლა გავრანი 100-ზე და 1000-ზეც, 1000-ზე ცოტა მეტი დაჭირდა, მაგრამ იგივე შედეგები დადოს ზუსტად. 50-სა და 100 შორის არის განსხვავება და 100 უკეთესი არის, უფრო მაღალ კორელაციას გვაძლევს. და გამოგვიდა ესე, რომ ეს 5 მოდელი დარჩა ამ კორელაციის ქულით. და ეხლა აქ რასაც ვაკეთებ ეს იდეაში ისე გამოვიდა, რომ საჭირო არ იყო და ზემოდად ვიწვალე. მაგრამ ეხლა რას ვაკეთებდი, რომ იქნებ მაინც უკეთესი კომბინაცია არსებობს. და რას ვაკეთებ, რომ ვიწყებ ამ 5 მოდელით. და რაღაცა ფიქსირებული რაოდენობის ფიქსირებული რაოდენობა სანამ არის, ანუ ეს 50, მაგამდე თითოეული მოდელისთვის დანარჩენ 4-ს ტოვებთ, თითოეული ამ 5 ელემენტიანი ჩვენი საბოლოო 5 ელემენტიან 4-ს ტოვებთ ფიქსირებულს არ ვცვლით და ამ მე-5-ს ვცვლით. თუ რაღაცნაირად უკეთესი კოლა დაგვიჯდა, მაგ შემთხვევაში ვიტყვით, უი, ამას უკეთესი კომბინაცია ქონია. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ არ დაждდა და იგივე მოდელები გამოგვიდა, ანუ swap improve და არ გქონია აქ შემთხვევა. ზედმეტად ვიწვალე, ამისთვის არც არის საჭირო. და ეხლა რასაც ვაკეთებ? ეხლა გვაინტერესებს ეხლა ეს მოდელები როგორ აპრედიქტებენ ჩვენ შედეგს. და თუ მეტყლებად საერთო prediction-ები ისწავლეს, მაშინ ერთმანეთის გამოსნაც უნდა შეეცვლოთ. დაახლოებით ესეთი არის ჩემი გესი. და ამას ვაკეთებ linear regression-ს ვიყენებ უბრალოდ. იმიტომ რომ ჯერტი ყველაზე სწრაფი რეგრესიის მეთოდია. მეორე ყველაზე ნაკლებად გიწევს პარამეტრების ცვლა და მე ეხლა ვერანაირ ლოგიკურ შედეგს მიზეს ვერ ხედავ, რატომაც რამე სხვა მოდელი უნდა გავიკეთო, რომ ავიღო, რომელშიც მოვიფიქრო ჰიპერპარამეტრები რა მნიშვნელობას მოძლევს. და თან ძალიან მარტივი აღსაქმელია ხო linear regression, ამიტომ ჩემს ამაზე უკეთესი მოდელი ამ ტასკისთვის არ არის. და ამ რეგრესიისთვის და ვაკეთებ prediction-ებს თითოეული მოდელით mean square error ვაფასებ და დამიჯდა ესეთები, რაც მონაზემის მიხედვით საკმაოდ ადეკვატური არის. და ახლა ეს არის ჩვენი შეფასება აი ამ mean square error-ის რა. ყველა არის აი ამ range-ში. და ეს დაბალი მნიშვნელობი რახან არის. ნიშნავს, რომ მეტნაკლებად შეიძლება თითოეული მოდელის prediction-ები input-ებიან აღვადგინოთ. და არა noise-დან, რადგან ის დანარჩენი 915 მოდელი არის დატრენინგებული. 5-ვე მოდელი არის დაახლოებით ერთ range-ში, ანუ 0.1 ამ ზომის ფინანსების ისეთი range-ი არის, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ x-დან არ შეიძლება y-ის აღდგენა რა. ანუ უბრალოდ აი ამ პატერნის აღდგენა ყველა შეუძლია, ყველა მოდელს. და თუ ესენი ყოფილიყო პროცესის შემთხვევით მოდელები, ბიზნესად უფრო დიდი mean square error-ი ვიქნებოდა ერთმანეთის მიმართ. ძალიან განსხვავებულები ვიქნებოდა ერთმანეთთან და კორელაციის ქულა დაბალი ვიქნებოდა. და კორელაციის ქულა რომ ნახევარზე მაღალია, ეგ კიდევ იმარება ამ ზომის მოდელებისთვის, ანუ 1000 prediction-ი რო არის, მაგისთვის კაია. აქ ისე უბრალოდ იმეორებ linear regression-ი რატო არის კარგი და საბოლოოდ ვამახსოვრებ მოდელებს აი ამ ჩვენ 5 მოდელს. თქვენ შეიძლება აბსოლუტურად 9 მიდგომა გქონდათ. და ისიც შეიძლება ძალიან თავისუფლად ყოფილიყო სწორი. ამ საერთოდ თუ გაქვთ შეკითხვა, როგორ გითხოთ? კი ბატონო. მაშინ მოდი ცოტა საჩატი ჩავმოწმო. ესე ვარაფერი. მეგობრებო, ჩემი ხმა ხო ისმის. ინტერნეტი გამიწვია ახლა. კი. კი ბატონო.
კარგი, მოდი გადავიდეთ ახლა ბოლო მოდელზე ეს. კარგით. ხო, ახლა ეს მოდელი იყო და ამოთანა რა შეხებოდა, რომ გვინდა რომ ვიღაც ტიპს custom ახას დავახმაროთ, რომ აღადგინოს მოდელი, რომელიც F1-ის სკოლა იყო მინიმუმ 0.92. და გვაქვს მოცემული მონაცემები აი ამ ზომით, სადაც გვაქვს 114 ცვლადი და ბოლო, რა თქმა უნდა, predicting variable კლასი რაც არის, რაც დავpredicta. და გვაქვს ორი, ასე ვთქვათ, ქონა, ერთი არის რომ აუცილებლად იყოს ესეთი მოდელი, რომ F1 სკორი იყოს 0.92-ზე მეტი ან ტოლი, მაგის შემთხვევაში ნულზე გვაქვს, ეგ თუ არ დაკმაყოფილდა და რაც უფრო მეტად გადაცდება, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, თავარი ამას გადაცდის. და მეორე არის რომ მაქსიმალურად ცოტა row და column-ი გამოვიყენოთ აი ამ მოდელის აღსადგენად. და ნუ რაღაც output-ი ჩვენამდე გვიწერია აქ. კარგით. ხო. ხო. და ამ შეფასებისთვის უნდა გამოვიყენოთ რაღაცა decision tree, რომელიც მოგვაწოდეს პირობაში და ამის შესაძლებლობა არ შეგვიძლია. ნუ აქ ჯერ ისევ იმპორტები და ანალოგიური ლოგიკა, column-ები დავპრინტე და training და testing და სამები. მათ ახლა ძალიან ბევრიც არ არის ეს. თუნდაც კლასიკური მანქანების ეს მოდელებისთვის. ეხლა რაც შეეხება კლასების განაწილებას, ხო? ანუ კლასიკერ რასაც ვპრედიქტებთ და ყველაზე საინტერესო მაგის განაწილება იყო, იმიტომ რომ დანარჩენი column-ები იყო, დანარჩენი column-ები იყო ნუმერიკალები და ეხლა პირდაპირ განსახილების არ ქვია არაფერი ინტუიციური და ვერ აღადგენდით ეგრე პირდაპირ. და ეხლა რა გვაქვს ჩვენ? გვაქვს რა გავიკეთეთ? ნუ დავიგეთ რომ ჯერ string-ი არის ჩვენი variable, რასაც ვპრედიქტებთ. training set-ში გვაქვს 60-50-ზე პროპორცია და test set-შიც დაახლოებით მიახლოებული. ხო, normalized რო არის relative frequency და მაგით ვპრინტავ და ასე გამორევით პროცენტულობა არის. და გვინდოდა. ხო, ეხლა რაც შეეხება კატის მიერ ვიყენებულ ზიანს, იმიტომ რომ პირობაში ეწერა რომ კატომ გადავარბინა ჩვენ ასტამახას თუ ვიღაცას კლავიატურაზე და აურიაო დემენჯიო. და ეხლა რევს ვამოწევთ, რომ რამდენი missing value გვაქვს ორივე set-ში და ჯამურად რამდენი missing value გვაქვს training set-ში. მერე არის რომ ეს ყველაზე missing value-ების მიხედვით დავსვათ, რომელ column-ში ყველაზე მეტი missing value და თითოეულს მე პროცენტულად დავითვალე. და არის ის ზოგიერთი column, რომელშიც 50%-ზე მეტი არის missing value და ზოგიერთ 80%-ზე მეტი არც არ არის, მაგრამ 70-ზე მეტი 5-გან არის თუ რაღაცა ეგრე მახსოვს. კიდე ისევ აქ დისტრიბუციების გაგებას ვცდილობ, დავადგინოთ რაღაც მონაცემები, ჯერ numerical column-ები დავითვალე კლასის გარდა და კლასი არც იყო numerical, მაგრამ მაინც ავწერე ლოგიკა და ახლა აქ რა შვები? თითოეულ ზოგიერთ ვამოწევ zero variance. ანუ variance გვეუბნება რამდენად განსხვავდება მაგ მონაცემში ან მაგ column-ში ცვალები მნიშვნელობები ერთმანეთისგან. და zero variance ნიშნავს რომ საერთოდ განსხვავდება. ანუ ყველა მნიშვნელობა არის აბსოლუტურად ერთ და იგივე. ანუ არაფერს საინტერესოს არ გავწევს prediction-ისთვის, ხო? ანუ ყველა row-ს ერთ და იგივე მნიშვნელობა აქვს რაღაც column-ში, ესე იგი გინდა გქონია column-ი, გინდა არა. და ნუ ახლა რაღაც სოკადი ფილო არის. ფერისიტი განსაკუთრებული. და ახლა რა გვაქვს? ხო, ნუ აცალკებს თქო და X-ებს, Y-ებს training-შიც და testing-შიც, ეს ჩვენი ფუნქცია, რომელიც ჩვენი decision tree რომელსაც გამოვიყენებთ, მე აუცილებლად. და ახლა რას ვაკეთებ? ამ pipeline, ამ ჩვენი imputer-ის, ანუ რომელიც missing value-ებს handle-ავს მაგის და ამ decision tree-ის მიხედვით fit-out training data-ზე.
ვაკეთებ predictions და predictions-თვის ვითვლი F1 კულას. და თავიდან ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მეგონა რომ თავიდან სულ შედეგს მოხსენდა. და არ იქნებოდა ანუ F1 კულა არ დაკმაყოფილდებოდა, მაგრამ მაინც ისე გამოვიდა რომ დაკმაყოფილდა, ანუ უბრალოდ მონაცემი რომ აიღო, უბრალოდ რომ ჩაგედგა ეს decision tree, პირველ კულას დაკმაყოფილებდი, ანუ F1 კულა დაკმაყოფილდებოდა. მაგრამ პრობლემა რაც იყო ის, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენებინა თუ გახსოვთ შეიძლება ის დაგვაროთ ცოტა row და column. და აქ ყველაფერს ვიყენებთ. ანუ ფაქტობრივად აი ამ მეორე კრიტერიუმში ვიღებთ 0 კულას. ამიტომ ეხლა უნდა გავაგრძელოთ, ეხლა უნდა მოვიფიქროთ რაღაცა ისეთი მეთოდი, რომელთაც გავაუმჯობესებთ აი ამ ჩვენ მოდელს. ახლა რას ვაკეთებთ? ნუ ჯერ feature importance-ებს ვიღებთ ესეთი მეთოდი არის, რომ pipeline-ი name step-ები რომელი მოდელის feature importance გინდა და decision tree-ს აქვს ეს ატრიბუტი და აქედან ამოვიღეთ feature importance. გვაქვს სახელები და ვაკეთებთ აი ამ importance-ის data frame-ის. რომელსაც ვხავთ ამ importance-ების მიხედვით. და ახლა შევხედავ პროსტა ამ მატრიცას და რას ვხედავ, რომ ძალიან ცოტა არის რომელსაც მაღალი მაღალი importance აქვს და მე იკლებს და საბოლოო ჯამში ისე ჩავდივართ, რომ 102 feature გვაქვს, რომელსაც ნულოვანი importance აქვს და ცოტა რომელიც ამას გვაყოფილებს. ასევე გვაქვს რამდენი ესე რომ შეგოვნება ხა რომ რამდენი feature გჭირდება იმისათვის რომ აი ამ importance-ის 90%-ია მიიღო რა, ანუ ამ feature-ების გაერთიანებით. ანუ top 24 feature რო აიღოთ დავალებული რაც გვაქვს ხო ეს feature importance-ის მიხედვით. top 24 რო აიღოთ 90%-ით ახსნით თქვენ მონაცემებს. 41 რო აიღოთ вообще 95%-ით ახსნით რა. და ახლა რა გვინდა? მინდა რომ დავწერე ეს ფუნქცია, რომელიც იღებს რაღაცა ქვესიმრავლეს, ძალიან დატას იღებს, მაგრამ ასე იღებს n-ს, რომელიც იღებს n ყველაზე მნიშვნელოვან features და მაგის შედეგს აფასებს რა, ანუ რამდენად კარგი არის რაოდენობა feature-ებისთვის. და გავაკეთე ეს რაღაცა ლისტი, უბრალოდ ინტუიციურად რა მნიშვნელობებიც ვიფიქრე რაღაც აზრი ექნება, ეგენი ჩავყარე. და თითოეულში დავითვალე ეს importance. ხო, და ეხლა რა გამოვიდა, რომ აქ fail pass-ი წერა იმის მიხედვით 92 მეტი იქნება 0.92 იქნება თუ არა F1 score-ი. და ეხლა აქ რა გამოგვიდა, რომ 5 importance-ის 5 feature-ისთვის და ასე ვთქვათ, გამოგვდის და მე 20-დან 40-მდე. მე ასე ურევს. და ეხლა რა შევით? ვირჩევთ, ნუ ახლა კოდწერი რომელიც დინამიურად აირჩევს ყველაზე arc features, მაგრამ რეალურად ეს ოპტიმალური ჩვეულებრივად შეგვიძლია დაგვეწერა რომ 2 და 3-ს. სასწრაფოდ 5-ს. აქ რაღაც ქულები დავითვალე უბრალოდ ჯერჯერობით არაფერი ესეთი F1 ქულა გამოვიდა 0.9307 და რამდენი rows remove-ი შეგვეძლო. იმის მიხედვით მაგით რომ გაგვიფილტრა. ანუ ნახეთ. აქ ფილტრავ იმის მიხედვით რომ F1 score-ის conditions აკმაყოფილებდეს. აქედან ვირჩევ მინიმალური ფუნქციით ვირჩევ მინიმალური n-ის რაოდენობას, რომელთაც ეს გვაყოფილდებოდა, რაც იყო ამ შემთხვევაში 5. და მე რას ვაკეთებ? სადაც ეს ოპტიმალური n გვიფიქსირდება, მაგის F1 score-ს ვიღებ და მენუალურ მნიშვნელობას ვიღებ, ანუ უშუალოდ რიცხვს. და ნუ საბოლოო ჯამში ეს selected feature-ები რაც არის, ეგენ დავიმახსოვრე, რომ მე გამოვიყენო მოდელის გაკეთებაში. აქ ქულები დავითვალე და 199 feature-ის შემცირება შეგვიძლია. ანუ ეს მარტო 195-დან ჩამოდით 5-ზე. ეგ უკვე ძალიან მაგარია. რა თქმა უნდა, ხო? და ეხლა რა ვქნათ row-ებზე, იმიტომ რომ row-ების შემცირებაც გვინდა. შეიძლება არ გამოგვიდეს, მაგრამ მოდით ვცადოთ. აქაც ეხლა ანალოგი, ეხლა რას ვაკეთებთ? საწესი training feature-ები ხო გვაქვს? training-ის და წესის პრინციპში. ორივეგან ამოვაგდოთ, ორივეგან დავტოვოთ, უბრალოდ მარტო ის feature-ები, ის 5 feature, რომელიც დაგჭირდა. ანუ ეს 91, 124, ეს რაღაცა უცნაური, რომელიც მარტო ეს ეწერა, ესეთი წარმოდგენა მქრატო, 164 და 140. ეხლა დაგვრჩა მარტო ეგეთი data, რომელსაც აქვს ეს 5 column-ი და URL-ების row-ები. ისევ impute-ი გავაკეთებთ, ისევ prediction-ი მოვდეთ. და ეხლა რას ვაკეთებთ?
აქ უკვე ვირჩევ აი ამდენ samples რა, ანუ stratify გავაკეთებ თითოეული ამ sample size-ისთვის. და stratify რა იყო ბოდიში და ანუ ამის მიხედვით გავყოფ train test-ზე. და ამას დავტრენინგებ ახლა მოდელს იმ 5 feature-ისთვის და ნახავ რა ქულები დამიჯდება. და ახლა რა გამოვიდა? რომ აი ესეთი ქულები დამგვიჯდა რა. ეს იყო საწყისი მოდელის და ეს უკვე 95-ზე რა ჩამოვედით, უკვე ჩამოვალი და F1 ქულას მე 90 დარჩა და ესე ვარდებოდა. და ეს თუ გახსოვთ საიდზე წერა აქ მიწერია. ხო, ანუ ეს იყო ის compression score, რომელსაც ჩვენ შევაფასდებოდით რა, რამდენად შევამცირებდით row-ების რაოდენობას და რამდენად შევამცირებდით column-ების რაოდენობას. და მაგის დამთვრელი ფუნქცია დავწერე. და ეხლა ყველასთვის ვითვლი ამას. ძირითადად როგორც ხედავთ, ბერგან პატერნი მეორდება. უბრალოდ ეგ იმიტომ ხდება, რომ ჯერ column-ებისთვის ვაკეთებ და დაახლოებით იგივე მიდგომარი row-ებზეც. და აქაც იგივეს ვაკეთებ. და ეხლა აქ რა გამოვიდა? რომ ჩვენ გვაქვს ანუ 5 feature-ით გვაქვს F1 ქულა და ყველა row-ით გვაქვს 0.917. F1 არის უბრალოდ ეს score არის ამდენი. და რამდენად იცვლება დროთა განმავლობაში. ანუ 30% რა დავტოვოთ row-ების და F1 ქულა დავტოვოთ 0. F1 ქულა მაინც დაგმაყოფილებდეს ამ ჩვენ F1 ქულის thresholds, ქულა გამოვიდოდა 4.225, რაც ამ შემთხვევაში იყო ყველაზე კარგი შედეგი. და რა გამოგვიდა, რომ 30% რა დავტოვოთ row-ების, რაც არის 861 row და 5 feature-ი ამ შემთხვევაში ჩვენი მოდელი უმჯობესდება იმ შეფასების ქულის მიხედვით, რაც ჩვენ მოგცეს. აქ უბრალოდ მაგას ვითვლი. ეს არის ქულები, რაც გამოგვივიდა. და საბოლოოდ JSON-ში ვამახსოვრებთ იმ row-ებს და column-ებს, რაც გჭირდება. და ეს ბოლოში ეს რედმეტი იყო, უბრალოდ პროსტა გავაკეთე, რომ უკან მტვირთავ ამ solutions და ვამოწმე, რომ ყველაფერი მუშაობს და მუშაობდა. ახლა არაფერი საინტერესო არ იყო. საბოლოო X-ის shape-ი დაგვიჯდა 875-ზე, რაც 2870-დან და 195-დან ძალიან მაგარი reduction-ი არის. ამ ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ კითხვები? კი ბატონო, მაშინ თუ არა გაქვთ კითხვები, მაშინ პრინციპში თანმე გამოცანა გავარჩიეთ. სავარაუდოდ შემდეგ კვირაში თუ გქნება შეხვედრას უწოდ არ ვიცი, შოთას კითხვა და შევხვდებით შემდეგ კვირაშიც კიდევ საინტერესო ამოცანებით და წარმატებებს გისურვებთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ორიც და მერეც. ხომდის. ნახვამდის. ნახვამდის.